ოდესმე თუ გაგიღვიძია და გიცდია გაგეგო რის შესახებ იყო შენი სიზმარი. სიზმარი შეიძლება იყოს უცნაური აბსურდული შიშის მომგვრელიც, ხოლო ხანდახან ისეთი ნათელი, რომ გრძნობ, ეს მნიშვნელოვანია, თითქოს რაღაცას გეუბნება. ფროიდი სიზმარს უწოდებდა სამეფო გზას არაცნობიერისკენ. ანუ სიზმრები არ არის უბრალოდ შემთხვევითი სიუჟეტები. ეს არის პირდაპირი ხიდი იმისკენ, რასაც ვერ ვაცნობიერებთ. სურვილებისკენ, შიშებისკენ, განცდებისკენ, რომლებიც ცნობიერამდე ვერ მოდის, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას ჩვენზე. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ვსაუბრობთ სიზმრების მნიშვნელობაზე ფსიქოანალიზში. და რატომ არის სიზმრები ესეთი მნიშვნელოვანი ფსიქოანალიზში? იმიტომ რომ ფსიქოანალიზში სიზმრების ინტერპრეტაცია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. მათი მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ, რა ხდება არაცნობიერში, ადამიანის ფსიქიკურ სამყაროში და ვინახოთ ის, რისი სიტყვებით გადმოცემა ხშირად არ შეგვიძლია. რაღაც დაფარული არსი. ფროიდმა შენიშნა, რომ როცა ადამიანი იწყებს ფსიქოანალიზს, ხშირად უჩნდება სიზმრები. რამდენიმე წელი საერთოდ რომ არ ესიზმრებოდეს არაფერი. ხანდახან ისინი უბრალოდ მარტივია და მაშინაც ბევრს გვეუბნება. თითქოს არაცნობიერი ღიად იხსნება წინააღმდეგობის გარეშე. ხოლო როცა ადამიანი იწყებს ფსიქოანალიზს, სიზმრები უფრო და უფრო რთული და სიმბოლური ხდება და მათი ინტერპრეტაცია უკვე უფრო რთულია და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ფროიდი ყურადღებას ამახვილებს და იწყებს სიზმრების ანალიზს ბავშვური სიზმრებიდან. მაგალითად, თუ ბავშვი გვიყვება, რომ დაესიზმრა ალუბლის ტორტი, თუ როგორ ჭამდა სიზმარში, ეს აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის მისი სურვილი, შეჭამოს ალუბლის ტორტი. და ბავშვობაში სიზმრები ძალიან მარტივად იხსნება, ძალიან პირდაპირია, იმიტომ რომ ფსიქიკა არ არის ჯერ დეტერმინირებული და შეგვიძლია პირდაპირ დავინახოთ სურვილები. და სიზმრების მნიშვნელობა. ხოლო რაც უფრო იზრდება ადამიანი, გამოცდილება ემატება, იტრავმება, სიზმრები უფრო და უფრო რთულდება, რადგან ადამიანისთვის ხანდახან ძალიან რთულია დაინახოს პირდაპირ მისი სურვილი, შიში, კონფლიქტი. შესაბამისად, ფსიქიკა ირჩევს შემოვლით გრძებს, რომ არ იყოს ეს ამტრამული. თუმცა ასევე ფროიდი გვაფრთხილებს, რომ არ უნდა ვეცადოთ ყოველთვის სიზმრის ბოლომდე გაგებას. იმიტომ რომ ყოველ სიზმარს ახალი მასალა მოაქვს. თუ ერთ სიზმარზე გავამახვილებთ მხოლოდ ყურადღებას, ვრისკავთ დავშორდეთ იმას, რაც ადამიანს აქ და ახლა აწუხებს. ფსიქოანალიზი არის არაცნობიერზე და მასთან ცოცხალ მუშაობაზე, მასთან საუბარზე. ხოლო არაცნობიერი არ საუბრობს მხოლოდ სიზმრებით, ის საუბრობს სიჩუმითაც, შეცდომებით, სხეულით, პაუზებით, წინააღმდეგობებით. ხანდახან ფიზიოლოგიური სიმპტომებითაც, ხო? სიზმარი არის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ არა ყველაფერი. სიზმარი ეს არის ღრმა დიალოგი საკუთარ თავთან. ეს არის მაგია, წინასწარმეტყველება და არც უაზრობა, როგორც ზოგი ფიქრობს. ეს ფსიქიკის ენაა, ზოგჯერ სიმბოლური, თეატრალური, მაგრამ მაინც ძალიან პატიოსანი. სიღრმისეული. სიზმარში არაცნობიერი თავისუფლად საუბრობს, ცენზურის, მორალის აკრძალვების გარეშე. ამიტომ ხანდახან ის ერთადერთი სიზმარიც კი შეიძლება გახდეს საკუთარი თავის ღრმა გაგების დასაწყისი და არ არის აუცილებელი იყო ფსიქოანალიტიკოსი, რომ ეს შეაფასო. შეიძლება უბრალოდ ჩაიწერო სიზმარი და დაუსვა კითხვები საკუთარ თავს. რას ვგრძნობ, როდესაც ამას ვიხსენებ? რა ასოციაციები მოდის? ჩემს რომელ გამოცდილებას ეხმიანება? და მოდით განვიხილოთ, როგორ მუშაობს სიზმარი, მარტივი სიტყვებით. ფროიდი თვლიდა, რომ სიზმარი ეს არის არაცნობიერი სურვილის შესრულება. ამას ბევრი წინააღმდეგი გამოუჩნდა შემდეგ, თუმცა დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. ასე ფიქრობდა, რადგან ეს სურვილი ვერ გადადის ცნობიერში პირდაპირი გზით, ის ჩახშობილია ან განდევნილი და ჩვენამდე რომ მოაღწიოს, უნდა გაიაროს არაცნობიერის ცენზურა, ხო? და აქ იწყება სიზმრის მუშაობა. და რა არის ეს? რისგან შედგება? პირველი, ეს არის გადანაცვლება ან ჩანაცვლება. ჩვენი მნიშვნელოვანი განცდების, სურვილების შიშები გადადის სხვა რაღაცაზე. მაგალითად, თუ მშობლები იწვევენ ჩვენ შვილს ფოთვას და კონტროლის განცდას, სიზმარში შეგვიძლია დავინახოთ, როგორ გვიყურებს მკაცრი პოლიციელი.
ანუ მთავარი გრძნობა რჩება, მაგრამ პერსონაჟი და სიტუაცია იცვლება. მეორე ეს არის გაერთიანება, შერწყმა. ერთ სიზმარში ბევრი მნიშვნელობა ერთდროულად ერთვება. მაგალითად, ხედავ ადამიანს, რომელიც გავს თან შენ ყოფილ პარტნიორს, თან მამას, თან ლექტორს. ეს რამდენიმე პიროვნების გაერთიანება ერთ სახეში, რათა დაიფაროს სურვილის ნამდვილი ადრესატი. და მესამე, ფიქრების კონვერტირება გამოსახულებად. სიზმარი ეს არ არის ფიქრი, ეს არის სურათი. ჩვენ არ ვფიქრობთ სიტყვებით სიზმარში, ჩვენ ვხედავთ სიუჟეტებს, ხო? და ფსიქიკა იღებს შინაგან კონფლიქტებს და თარგმნის მათ ვიზუალურ სხეულებრივ გრძნობად ენაზე. ფროიდი ამას უწოდებდა ლატენტური შინაარსის მანიფესტურად თარგმნას, ხოლო ფსიქოანალიზის მუშაობა არის პირიქით გადავთარგმნოთ სიუჟეტი და მივცეთ ფორმულირება სიტყვიერად. მოკლედ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სიზმარში ვხედავთ სურათს, გვაგმენდება მატარებელზე მივდივარ, მაგრამ ვერ ვასწრებთ. ხოლო ამის უკან დამალულია მთელი შინაგანი ტექსტი, ის ლატენტური შინაარსი. მაგალითად, მეშინია რომ ვერ გავუმკლავდები რაღაცას, ბრაზობ საკუთარ თავზე, მინდა ეს ყველაფერი გაჩერდეს, დავიღალე, მინდა ვინმემ შემიცოდოს. და როგორ მუშაობს ინტერპრეტაცია? ჩვენ არ ვეძებთ სწორ პასუხს, არამედ ვცდილობთ მოვძებნოთ სიუჟეტის მნიშვნელობა. გადავიდეთ სცენიდან გრძნობამდე, მოქმედებიდან სურვილამდე, სახეებიდან პირად ისტორიამდე. და ფსიქოანალიტიკოსმა არ იცის რაზეა ანალიზანტის სიზმარი. კი, ხშირად ადამიანები მგზავს სიმბოლიკას ვიყენებთ, მაგრამ თუ ერთი ადამიანისთვის სიზმარში დასიზმრებული თაგვი ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელია, მეორესთვის შეიძლება პირიქით იყოს. სიზმარი არაცნობიერია, შესაბამისად მისი განმარტებისთვის ადამიანის არაცნობიერი გვჭირდება ისევ. ამისთვის ფსიქოანალიზში გვაქვს თავისუფალი ასოციაციების მეთოდი. ფსიქოანალიტიკოსი თითოეულ სიტუაციაზე ან სიმბოლოზე ეკითხება ადამიანს, რა ასოციაციას ან განცდას იწვევს. როდესაც ადამიანი მოდუნებულია და თავისუფლად საუბრობს, გასაღების მოძებნა უფრო მარტივდება. და მაინც რატომ არ შეიძლება რომ სიზმარი იყოს პირდაპირ როგორც ბავშვებში? უნდა შოკოლადის ტორტი, ეს იზმრება შოკოლადის ტორტს როგორ ჭამს. რადგან სურვილს და მის გამოხატვას შორის დგას შინაგანი ცენზორი. ის, ვინც არ გვიშვებს პირდაპირ დავინახოთ ის, რაც გვინდა, ან რისიც გვეშინია, ან რისიც აღიარებაც ვერ შევძელით საკუთარ თავთან. ან რაღაც კითხვის პასუხი. და მაშინ სიზმარი რაღაცნაირი ალღოთი საუბრობს შეფარულად, კონფლიქტის ასაცილებლად, რომ არ იყოს ტრამული და მძიმე ჩვენთვის. და სწორედ ამიტომ არის სიზმრები ასეთი მნიშვნელოვანი ფსიქოანალიზში. ისინი ჩვენს შიშებს, სურვილებს აძლევენ საშუალებას ისაუბრონ უსაფრთხო ფორმით. და თუ მათ გაშიფრვა შევძლებთ, შეგვიძლია გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში შიგნით. მოდით მაგალითიც განვიხილოთ, ხო, იმ მატარებელზე, რომელიც არის ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან გავრცელებული. ადამიანს ესიზმრება, რომ აგვიანდება მატარებელზე. მირბის, მაგრამ ვერ ეწევა. და ის მის გარეშე ტოვებს ბაქანს, ცდილობს დაეწიოს, მაგრამ ამაოდ რჩება მარტო ცარიელ ადგილას. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს? ერთი შეხედვით, უბრალოდ შიშის მომგვრელი სიზმარია, ხო? მაგრამ თუ გავაანალიზებთ, ეს ბევრ რამეზე შეიძლება საუბრობდეს. შეიძლება ადამიანი შიშობს, რომ რაღაც ვერ მოასწრო, რაღაც დაკარგოს, ან ვიღაც დაკარგოს, ან შეიძლება პირიქით, სურდეს რაღაც არ გააკეთოს, არ მოასწროს, რათა პასუხისმგებლობა მოიხსნას. ზოგჯერ ასეთი სიზმრები დანაშაულის გზნობაზე საუბრობს, ზოგჯერ სვებაზე. მატარებელი წავიდა, ახლა თავისუფალი ვარ, აღარ მჭირდება სირბილი. და ეს არის მუშაობა არაცნობიერთან. ის საუბრობს არა სიტყვებით, არამედ გამოსახულებით, სცენით, ემოციით. და ხშირად სწორედ სიზმრები გვაძლევს ამის მოსმენის საშუალებას. ფსიქოანალიზის დროს ადამიანი ყვება საკუთარ სიზმარს, ფსიქოანალიტიკოსი კი ყოფს მას რამდენიმე ნაწილად და ყოველ ნაწილზე ეკითხება ანალიზანტს, რა ასოციაციებს იწვევს ეს ეპიზოდი ან სიმბოლო შენში. ან შეიძლება უბრალოდ კითხვები დაუსვათ თქვენ საკუთარ თავს, რა დავკარგე, სად ვჩქარობ ასე, ან შეიძლება პირიქით, რისი მიღწევა არ მინდა, რისი მეშინია და ნახავთ რამდენი რამეა თქვენში დაფარული. სიზმრები არ არის გამოგონილი, ეს თქვენზეა, ყოველთვის თქვენზეა. ზოგიერთ ანალიზანტს ეწყება სიზმრების მთელი ნაკადი დაუსრულებლად და ყოველ სეანსზე მოაქვს ახალ-ახალი სიზმარი.
ერთი შეხედვით ეს ძალიან კარგია, ხო? ბევრი მასალაა სამუშაოდ. მაგრამ სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს წინააღმდეგობა. ადამიანი თითქოს მალავს რაღაც მთავარს, უსასრულო გამოსახულებების მიღმა. ანუ ავსებს ფსიქოანალიზს სხვადასხვა სიზმრით. ფსიქოანალიტიკოსთვის კი მნიშვნელოვანია არ გადააქციოს სიზმარი თავსატეხად, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა ამოხსნას. ზოგჯერ სასარგებლოა განმარტება დავტოვოთ შუაგზაზე და დაუბრუნდეთ იმას, რასაც ადამიანი აქ და ახლა გრძნობს. არსებობს სიზმრები, რომლებიც შეუძლებელია ერთბაშად გავშიფროთ და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ფროიდი წერდა, რომ ზოგიერთი სიზმარი თითქოს თავად ნევროზთან არის შეზრდილი და მათში ყველაფერია: ისტორია, ტრავმა, დაცვითი მექანიზმების სურვილები, კონფლიქტები. ასეთი სიზმარი მხოლოდ ფსიქოანალიზის ბოლოს შეიძლება გავიგოთ, იმიტომ რომ ის ძალიან ადრეულზე მოგვითხრობს და ძალიან დეტერმინირებულია. ეს არის იმაზე, რასთან მიახლოებაზეც ცნობილი არ არის ჯერ მზად. ზოგჯერ ანალიზანტებს მოაქვთ სიზმრები, როგორც ერთგვარი პასუხი ცნობიერის და თერაპიის მუშაობაზე. სიზმარი ადასტურებს თითქოს რაღაც გაიგე, მიუახლოვდი. ეს არ არის შთაგონება, ეს არის არაცნობიერი, რომელიც თვითონ აჩვენებს, რომ კონტაქტი არსებობს, რომ ფსიქოანალიზი ეხმიანება ადამიანის არაცნობიერს, მის გამოცდილებას. ხშირად ჩვენ ვსვამთ ფსიქოანალიზის დროს კითხვას და ადამიანმა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ეს კითხვები არის მიმართული არაცნობიერისკენ. ანუ სათხად შემდეგ შეიძლება სიზმარში გვიპასუხოს ფსიქოანალიზის დროს დასმულ შეკითხვაზე. და ეს მაგიური გრძნობა, როდესაც ვხედავთ, როგორ ეხმიანება სამუშაო პროცესი ადამიანის არაცნობიერს და პირიქით. სიზმრები არ არის რაღაც ანალიზის მასალა მხოლოდ, ეს არის სივრცე, სადაც არაცნობიერი თვითონ საუბრობს საკუთარ გავლილ გზაზე და კონფლიქტებზე. თანამედროვე ადამიანი შეჩვეულია ყურადღების გადატანას, ხო? ყოველთვის ეკრანებში ვართ, საქმეებში, შფოთვაში, მაგრამ სიზმარი ეს ადგილი და სივრცე, სადაც ყოველდღე მივდივართ, მაშინაც კი თუ არ გვახსოვს რა გვესიზმრება, ეს არის ბნელი თბილი ოთახი, სადაც საკუთარ თავთან ვრჩებით. და სიზმრები ეს არის გზა არაცნობიერისკენ და ეს ნიშნავს გზას საკუთარი თავისკენ. თუ დაიწყებთ თქვენი სიზმრების მოსმენას, დაიწყებთ საკუთარი თავის მოსმენას და ეს ალბათ ყველაზე ღირებული რამეა. ასე რომ თუ უცნაური ან შემაშინებელი ან სასაცილო სიზმარი დაგესიზმრათ, არ იჩქაროთ დავიწყება, არც წყალს გააყოლოთ. ეს შეიძლება იყოს გზავნილი შიგნიდან, რომელშიც არის კითხვა, ან პასუხი, ან სურვილი, ან ტკივილი, რაღაც რაც თქვენ გჭირდებათ. ხოლო თუ სერიოზულად გადაწყვეტ ამ სამყაროსთან შეხებას, არსებობს ფსიქოანალიზი. ყოველთვის ადვილი ეს არ არის, მაგრამ ყოველთვის ცოცხალი და ღირებულია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ტექნიკები და სცადოთ დამოუკიდებლად სიზმრის გაანალიზება. კომენტარებში დამიწერეთ, როგორ ჩაივლის თქვენი გამოცდილება და თქვენ რას ფიქრობთ სიზმრებზე. არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა მეტი საინტერესო კონტენტისთვის. ნახვამდის.